ბათია, თქვენ ისმენთ და თვალყურს ადევნებთ გადაცემას იმედის კულტურა, მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ. დღეს როგორც ყოველთვის, მე ასე ვფიქრობ, ასე მგონია, რომ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის არქიტექტურა, კულტურის ისტორიისა და სოციალური ღირებულებების ამსახველი მემკვიდრეობა და ამ თემაზე ისაუბრებს ჩვენი კოლეგა, მეგობარი გოდერძი შარაშია. მოგესალმებით გოდერძი. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელსაც. ძალიან დიდი მადლობა გოდერძი, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. საერთოდ დავღალი ალბათ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი ყოველ გადაცემაში ერთ და იგივე ტექსტით ვიწყებ ხოლმე გადაცემას. რომ ეს ისეთი თემაა, რომ ერთ გადაცემაში ნამდვილად ვერ ამოწურა. ოღონდ რატო დაღალი არ ვიცი, მართლა ესე არის. ხო, ასეა. კი, იმიტომ რომ ეხა ყურში მომხვდა ტექსტი პატარა კუნძულიო, სადაც განათლებაზე ვლაპარაკობთო და ოღონდ მართლა ასე არის, აი მაყურებელი რომელიც ახლა გვიყურებს, საინტერესოა თუ მეტყვის სხვა რომელიმე გადაცემას მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში მუშაობ, სადაც საუბრობენ კულტურაზე, ხელოვნებაზე, მხოლოდ ამაზე, ანუ იმდენად მნიშვნელოვანია არადა ქვეყნის იდენტობის მაჩვენებელია, სიმღერაც, ფოლკლორი, ცეკვა, არქიტექტურა. თუდად გამოვა, მაგრამ უნდა დაგეთანხმო. ასეა. ჩვენს გადაცემაში ამაზე, მაგრამ გეთანხმები, ნამდვილად ასეა. გოდერძი, მოდი დრო რო არ დავკარგოთ და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, იმიტომ რომ სასაუბრო ძალიან ბევრია, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება არქიტექტურა არის ყველაფრის სახე. სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ხო? სანამ იქ ვიცით, რომ არის ნებისმიერ ქვეყანაში გენიალური მუზეუმი ვიცით, გენიალური სამზარეულო აქვს. პირველი რაც ხდება, ანუ სავიზიტო ბარათი, გინდა არ გინდა არის შენობა ნაგებობა. კი, ბუნებრივია. აი, რამდენჯერ ყოფილა უცხოეთში წასულხარ, ან სხვა წასულა და ამბავსის მოყოლას რომ მიწყებს, ან ჩვენ რომ ვიწყებს ხისთვის ამბის მოყოლას, ორ მნიშვნელოვან რამეს უსვავთ ხაზს. პირველი ეს არის არქიტექტურა და გასტრონომია. სად ვიყავი, რა ვნახე და რა ვჭამეთ. ხო მართალია. აბა ავტობუსი რანაირია ან მეტრო რანაირია არ მოყვებით. ყვებით არქიტექტურას და გასტრონომიას. საქართველოს ამ ხრივ მართლა ძალიან მდიდარია. ჩვენ გვაქვს მაგალითად როგორი არქიტექტურა იცით, აი სპეციფიური არქიტექტურა რაღაც მოვლენებმა რომ შექმნა. მაგალითად ასეთი აი ხა უცებ რას მახსენდება, ეს არის მესხური დარბაზები. მიწისქვეშა არქიტექტურა, რომელიც შიშიანობის პერიოდმა ადამიანი აიძულა მიწისქვეშა ეშენებინა ნაგებობები და ისე გაეკეთებინა, რომ სოფელი ყოფილიყო საიდუმლო გასასვლელებით და რას თავარია, ეს არქიტექტურა დღემდე შემორჩა. მაგალითად მესხეთში დღემდე არის რამდენიმე მესხური დარბაზი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. რამდენიმე 1-2 წლის წინ გადავიღე მე ეს. მაგრამ თავად არქიტექტურაა ძალიან საინტერესო. აი ეს მესხური დარბაზები თავისი აი 12 სვეტით, მზის სხივის მიხედვით, დრო როგორ ითვლებოდა. არადა არც ჭერი აქ, არც არაფერი, უბრალოდ პატარა ასეთი სარკველი ქონდა დატოვებული, რომ მზის შუქი შემოსულიყო. და ეს პატარა სარკველიც იყო საქონლის გამხმარი ტყავისგან გაკეთებული, რომ წყალი არ ჩასულიყო. ანუ მესხური დარბაზები და მესხური საცხოვრისები, ეს არის რაღაც კონკრეტული მოვლენის გამოწვეული არქიტექტურა. გადავინაცვლოთ ასევე სანამ განაგრძობ, აი მინდოდა მეკითხა ესეთი რა, ჩვენ ახლა დავიწყეთ სოფლიოზე, ხო? რომ ესეთი უნდა ნახოთ. იმ დღეს თუ რამდენიმე გადაცემის წინ ფოლკლორზე გქონდა გადაცემა და ქართულ სიმღერაზე ვსაუბრობდით. და ამ პატარა ქვეყანაში სამეგრელოდან გადახვალა იქ რა გურიაში, გურიდან აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული. არქიტექტურაც ასეა. აი ამ ერთ პატარა ქვეყანაში ადიხარ სვანეთში აბსოლუტურად სხვა გეგონება რომ ქვეყანაში გადადიხარ. კი, აი მესხური დარბაზები ხო როგორია, მიწისქვეშა საცხოვრისები და დარნები, სადაც აი დროებითი მტერი გადაივლიდა და გამოვიდოდნენ ისევ და თავიანთ სახლებს დაუბრუნდებოდა. იქვე ახლა მიწის ზემოთ ყველაზე დიდი, უძველესი და არქიტექტურის საუცხო მაგალითი ეს არის ვარძია, კლდეში ნაკვეთი, სადაც ღვინის კულტურაც არის. სადაც არის ხორბლის კულტურა, სადაც არის თამარ მეფის და დავით სოსლანის ისტორია, როდესაც ომში მიმავალი თამარი ბოლოს ლოცავს გადმომდგარი დავით სოსლანთან ერთად თავის ჯარს და მე უკან მოდიან და ამ თავის დიდ დარბაზში ჭიქა ღვინოს სვავენ. ეს არის უდიდესი კულტურა ღვინისაც, ხორბლისაც, მეფი
ღამე არ დარჩა სვეტით იმაში ვარძიაში დედოფალი დარჩა გვერდით სოფელში იცით რატო არ დარჩა მამათა მონასტერი იყო და მეფე ქალმა კანონი არ დაარღვია და ამიტომ იქ არ დარჩა სადაც სამონასტრო ცხოვრება იყო მეფე იყო ხო შეეძლო და ამდენი ათეულობით დიდი დარბაზი იყო ხო შეეძლო თამარის დარბაზში დარჩენ არა კანონი არ დაარღვია გვერდს ეს არის კანონის დაცვის უფლებების დაცვის მაგალითი ახლა წამოვიდეთ აქეთ საით დიდი ნახტები არ გააკეთო არა დიდი არა ისე მოდი ჯერ თაში დავარჩეთ ხო მაგალითად ამისი უდიდესი მაგალითია შატილი ციხესოფელი და მუცო მაგალითად ზუსტად თარიღი არ მახსოვს როდესაც ეს ამბავი მოხდა ეთერში გავაშუქეთ მუცო რამდენიმე წლის წინ მოხდა ევროპა ნოსტრას გამარჯვებულებში და ევროპის 11 საუკეთესო სოფელში დასახელდა აი ერთი ადამიანის რომ დაბრუნდა უკან ანუ მიგრირდა უკან უკვე სოფლის სტატუსია გესმის და ამდენად ამ კონკურსებისთვის და აი ამ ხელა მასშტაბის პროექტისთვის მნიშვნელოვანია უკან დაბრუნების პროცესი მუცოში რომ ერთი ადამიანიც რჩება ნიშნავს რომ ცველი ყავს და არ დაინგრევა არ განადგურდება ახლა თავად არქიტექტურა მუცოსი როგორია ხომ იცით იქვე ჯერ ცალკე საცხოვრისები და ცალკე საცხოვრისების გარეთ სამარხები. აი განსაკუთრებით იმ პერიოდის სოციალური მდგომარეობაც ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო, აბარა, ეს გეუბნება და გაჩვენებს, ეს მარტო ისტორია არ არის, აქ ეთნოგრაფია, როგორი იყო მაგალითად ჩაცმულობა, გამძლეობა დაუშვათ ასეთ მაღალმთაში, ასეთ ძიმე ყინვაში ყოფიერება როგორი ეპოქას ისტორიას გადმოცემს ეს გადმოცემს და იმ ევროპელს იმიტომ მოსწონს ეს რომ აი ასეთ რო შეხედავ სასწაულ კლდეზე შეფენილ ამხელა კოშკებში სადაც რამდენიმე სართულიანია საქონელთან ერთად ჯერ ადამიანის ყოფა საქონელთან ერთად ეს ალკე კულტურაა კიდე აი ხო არის აი სვანეთში მაგალითად კოშკების ქვეშ აი მაჩუბებში და აი საქონელი და ადამიანის ერთად თანაცხოვრების კულტურა კიდე ძალიან ღრმა კულტურაა ჩვენთან და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე კიდევ გასტრონომია როგორც არქიტექტურა ძალიან სახასიათო ხო ორივეოდაა გურულიც და მეგრულიც მაგრამ მაინც მეგრული სხვა არის გურული სხვა არის ხო და შესაბამისად გასტრონომიაც სხვანაირია ანუ თავისთავად ჟურნალისტი რო იყო უნდა ვკითხო რომელი ჯობია თქო მაგრამ არა ნახე მე მაგალითად მეცაც გეტყვი მე წმინდა წყლის მეგრელი ვარ და მე ყველა კუთხე მიყვარს განსაკუთრებით აი აჭარა მიყვარს იმე ყველა მაგრამ ჩემთან ყველაზე ახლო მდგომი უფრო გურულები არიან კი აი უფრო გურული და მეგრელის ხასიათები და სამეგრელოშიც გისმენენ რო იცოდე გისმენენ ხო მე რა მიყვარს სამეგრელო მეგრელი ვარ თავით ხორცამდე მაგრამ გურულები უფრო მეგრელები და გურულები უფრო აი რაღაცნაირად ხო ახლო არიან ხო და ამიტომ შესაბამისად ოდებით ცოტა ერთი სიმაღლის გავაკეთეთ ორივე შესაბამისად ნახე გასტრონომიაც ამიტომ არის მე მაგალითად ნახეთ ჩემთვის აი ხო არის ფოლკლორი ძალიან ავთენტურია ხო ანუ შიგნით ყველაფერი და ცეკვაში აი ქართული აი ყველაფერი ქართული არის შიგნით მაგრამ ასევეა გასტრონომიაშიც ასე მგონია აი ნახეთ როგორ რაღაც არის ოღონდ თანამედროვე პერიოდში უფრო გასტრონომიული ნაწილი წამოიწია წინ აი სულ რაღაცა მეგრელების გულის მოსაგებად კიდევ ვინც შეიძლება ითქვას არქიტექტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარანია შენდება სპეციალური არქიტექტურული ნაგებობა ვინისთვის საქართველოში ხო და მეგრელების გულის გასახარად უნდა ვთქვა რომ აი გასტრონომიულ ნაწილში რამდენიმე 2 წლის წინ თუ არ ვწდები BBC-მ მეგრული ხარჩო შეიყვანა 20 საუკეთესო წვნიანში
მეტი რა გავაკეთო? მეთახმე მეცაც გეტყვი, გოდერძი BBC-ს რო არ ყოფილიყო, იქ ისედაც ვიცოდი. ისედაც ვიცოდი. კი, ნამდვილად. ასე რომ ნახე, აი ეს სოციალური, აი როდესაც ვამბობთ, რომ შიშიანობამ რაღაც არქიტექტურა შექმნა, რაღაცამ რაღაცა შექმნა, ეს არის აი ეს სოციალური ეკონომიკური, გნებავთ კულტურული პერიოდებმა რა მაინც თავისი კვალი და დაღი დატოვეს რაღაც სხვადასხვა მიმართულებებში, თუ სამშენებლოში, თუ ფოლკლორში. მაგალითად აი ეხა ვინც ფოლკლორში ერკვევა სპეციალისტია, ხო არის ასე დაყოფილი რა სიმღერები იმღერებოდა 19-ში ფოლკლორში რა მანამდე და ასე. ესასწაულებზე და ასე შემდეგ ყველაფერს თავის სასიმღერეში. ასევე არის სარიტუალო გასტრონომიაც, ხო რითაც საქართველოს მდიდარი, ანუ აღდგომის გასტრონომია, შობის გასტრონომია, გოდერძი უკაცრავად ხანი რომ შეგაწყვეტინო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, უფრო ესე ვთქვათ, პრობლემაზეც რომ ვისაუბროთ, ხო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ახლა რასაც ჩვენ საუბრობ, არის არ ვიცი, ჩვენი რელიკვია. ეს არ ვიცი, უნდა გადავყვეთზეთ ყველა, ხო? თუმცა მაინც არსებობს რაღაცა პრობლემები, რასაც წინსვლა ქვია ტექნოლოგიური თუნდაც, ხო? მე ამას ყველა სტუმარს უსვავ ამ კითხვას, იმიტომ რომ ნებისმიერ მიმართულებაში, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, აქვს ამ ახალ ტექნოლოგიებს და აი ამ წინსვლას, ძალიან დიდ წინსვლას, კაცობრიობის, ხო, წინსვლას რაღაცა აქვს მინუსი და პლუსი. აი ამ შემთხვევაში რა მინუსები და პლუსებია? რასაც ქართული არქიტექტურა კი, განვითარებას წინ არ უდგას არაფერი. ანუ ყველაფერი უნდა განვითარდეს. ასე ცივილიზაციები, ძველი ცივილიზაციები რომ არ განვითარებულიყვნენ, ისევ მაიას ტომის პერიოდში ვიქნებოდით, ან რომელიღაცა ტომურში, ხო? ანუ განვითარდა ადამიანის ტვინი, განვითარდა გონება, განვითარდა უამრავი კოსმოსში ადამიანი გაფრინდა და ეს აუცილებელია კიდევ ალბათ რამდენი რამე არის დარჩენილი, მაგრამ ამასთან მოყვება ძველის რაღაცეები ქრება მერე. მივიწყება და დღემდე აი რაღაცეებზე მაგალითად ადამიანებს გვაქვს დარდები, რომ აი ჩემს ბავშვობაში რაღაც ურთიერთობები რომ იყო ასე, ეს ახლა აღარ არის. ან რაღაც ის რო შენდებოდა ასე, ეგ აღარ არის. და ასე შემდეგ. მაგალითად აი გამოვიყენოთ ისე, რომ ახალგაზრდა თაობა დავაინტერესოთ აი იმ თემებზე, რაზეც ახლა შესაუბრობ. კი, ამისთვის ბევრი კუნძული უნდა არსებობდეს, სადაც ამ თემებზე ილაპარაკებენ. თუნდაც რომ უნდა წასვლა და ნახვა იმ მაგალითად აი მე მაგალითად ხშირად გადაცემაშიც ვამბობ, ეხლა ხშირად რა, როცა რაღაც თემა მოიტანს. მაგალითად, როდესაც საქართველოს გასტრონომიაზე ლაპარაკობენ და აი მაგალითად უცხოელები რაღაცას იკვლევენ და ბეჭდავენ ფოტოს, სადაც ქართული გასტრონომიაა წარმოდგენილი. იქ რასაც იშვიათად ნახავთ ქართულ გასტრონომიის აი ამ ფოტოებზე, რასაც იშვიათად ან საერთოდ ვერ ნახავთ, ეს არის თევზი. თევზის კერძი. არადა ჩვენ ხომ ზღვის ქვეყანა ვართ. და შიგნით როგორც თავარი კერძი თევზი არ არის. ხო. და სულ ჩივი რომ აი რატომ არ განვითარდა თევზის კერძები ისე, რომ აი სადაც რაღაცა თემებზე ლაპარაკობთ, აი მაგალითად ჩაკაფული, საცივი, ღომი, ელარჯი, რაღაც კუბდარი, ხო? რატო არ არის არსად ასე თევზი? მე რამდენიმე მკვლევართან გავიარე. ადრე თურმე ზღვის ხალხები სანაპიროებზე ცხოვრობდნენ, უკადრისობდნენ თევზის ჭამას. აი, ნუ როგორ გეკადრებათ აი თევზი ახლა რა საჭველია. არა და ეს მაშინ როდესაც უამრავი პროდუქტი მერე შემოვიდა და მანამდე არის. თუმცა კიდევ ერთი აი კარგია ზღვარო ახსენე, გოდერძი არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები ახლა მე რაც ნანახი მაქვს თავად აი სპეციალურად ზღვისპირა ნაგებობებშიც მოვიკოჭლებთ ცოტა და არქიტექტურაში. ძალიან საინტერესო იყო ერთხელ გიორგი კალანდიამ გააკეთა ერთად გადაცემაში მუშაობდით აი ამ ზღვის კულტურაზე და ზღვის ნავსადგურებზე ძველი არაჩვეულებრივი რაღაც სახელები ერქვათ ნავსადგურებს თევზჭერის კულტურაზე რაღაც ნაგებობებზე თავად ქართული ნავის კულტურაზე ერთადერთი როდესაც ეხა მე ჟურნალისტურად ყვები არა ვარ ამის მკვლევარი მაგრამ ერთადერთი რაც
რაც მომეწონა თევზის კერძები მეტნაკლებად შემონერჩენილი აქვს ლაზებს. აი სარფში რამდენჯერაც გადაღებაზე ვიყავი, არ ვიცი ზუსტად გამოვთქვამ თუ არა ტერმინს, მაგრამ კაფშია გეჭვეი ქვია ესე, ანუ ახალი დამარინადებული პატარა თევზები, რომელსაც მომდევნო წელს ამოიღებენ და მჭადის ფქვილთან და ბევრ მწვანილთან ერთად, აი თითქოს მჭადს როგორც აწყობენ, ისე აწყობენ. იყო უგემრიელესი. ასე რომ ლაზებმა ის უფრო შეინარჩუნეს. ასევე აი რაღაც განვითარება რაღაცას შლის, მაგრამ თავარია მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს. თავარია ეთნოგრაფებს, ეთნოლოგებს ახსოვდეთ ეს და გადასცემდნენ თაობას. სხვა საკითხია, რამდენად არის ახალგაზრდების ინტერესი ამის მიმართ. როგორ შეიძლება არ იყოს ინტერესი, აი სრულიად იგივე ვარძია და ნებისმიერი სხვა აი მაგალითად ვარძიაში, აი მე გეტყვი, აი ვარძიაში რამდენჯერმე ვიყავი, ეხა 1-2 თვის წინ ვიყავი ბოლოს რაღაც 10 წუთიანი რეპორტაჟი მოვამზადე. აი მაგალითად რომ მიდიხარ და ტურისტებს ხედავ კიბეებზე ამბავია. ძირითადად ჩემი ასაკის ან ოდნავ პატარები დადიან, ათვალიერებენ და ახალგაზრდა თაობა კიბეებზე ტელეფონში სხედან და ასე რაღაცეებს გასაგებია მესმის პრობლემა. ძეგლამდე მივიდა და მე იქ უკვე წყდება კავშირი, ანუ ძეგლსა ეხა მე არ ვამბობ ეხა 100%-ით ყველა ასეა, მაგრამ დიდი ნაწილი ასეა. იქვე ზის ძეგლთან უკან თამარის დარბაზი ადევს, სადაც წარმოგიდგენია თამარი რო ადიოდა ქვემოთ ცხენებს რო აბავდნენ და მომდევნო დარბაზში რო უკვე ღვინის მარნებია და თქვენ წარმოიდგინეთ აი ისეთი ისტორია აქვს საოცარი, ამას 10 გადაცემა 100 არ ეყოფა რო ამოწერო რო ცალ-ცალკე თემა დაშლე და უცებ ამას ზურგშესევით რო ზიხარ და მე რო ჩამოხვალ და კი ვარძიაში ვარ ნამყოფი, აბა მომიყევი რა ნახე. ვერაფერი ვერ ნახე, იმიტომ რომ ასე ტელეფონში ზიხარ და უყურებს. აი მოდი კიდე ერთი ბევრ ქვეყანას აქვს სავიზიტო ბარათი, ხო? ძეგლი იქნება ეს თუ თვითონ არქიტექტურული ნაგებობა და ასე შემდეგ. აი შენზე რომ იყოს, რა იქნებოდა საქართველოს ლოგო, ასე ვთქვათ, რომელი არქიტექტურული ნაგებობა? აი უცებ რაც მახსენდება ყველაზე მეტად რაც მომწონს, აი როგორც ნაგებობა, როგორც ძეგლი, ეს არის კაცხისვეტი. აი სვეტზე აღმართული აძარის ზემოთ, აი ძალიან მომწონს და თან მას აქვს უდიდესი ისტორია. რელიგია მარტო ჩვენი წელთა აღრიცხვის არა, აღრიცხვამდე ისტორია აქვს და ამიტომ ძალიან ძვირფასია. სვეტის ხოველი დიდებულია. აი ვარძიაზე რასაც ვილაპარაკეთ. ზოგადად მესხეთი ძალიან მდიდარია. აი ფანასკერდელ ციციშვილების ისტორიებით და მათი დარბაზებით და მთელი ამბავი აჭარა ძალიან მდიდარია. აჭარა ძალიან მდიდარია ორი რელიგიის, მუსლიმურ, ქრისტიანული ურთიერთობით და აი ტოლერანტული ოჯახები, აი ქრისტიანის რო ცხოვრობს და მუსლიმის რო ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ არ განვიცდით ასე ვთქვათ ნაკლებობას. კარგი სიტყვა ახსენი ახლა შენ, რაც ასევე კარგი გასაშლელი თემაა იგივე არქიტექტურისთვის, იგივე ნაგებობებისთვის ტოლერანტული. და ამის ალბათ ყველაზე ეხლა მე ცოტა ჩემსაც ვიტყვი. ყველაზე კარგი მაგალითია თბილისი. ხო, სინაგოგა, მეჩეთი და ყველაფერი ეს ტოლერანტობა რაც ახსენე, ხო? გადმოცემს, შენობები გადმოცემენ აი ამას, დამოკიდებულებას. ნახე, გარდა იმისა, რომ აი რაღაცა ერთ ქუჩაზე ადამიანები ქუჩას აღმართს რო შეუდგებიან, ნაწილი სინაგოგაში შედის, ნაწილი ეკლესიაში და ნაწილი მეჩეთში. ეგ ადამიანების ნაწილი მე იქენა რომ გამოდიან ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობენ. ზედა სართულზე ებრაელი ცხოვრობს, წინ მუსლიმი და აქ ქრისტიანი და ამათი მე ერთხელ მახსოვს სტუდენტმა გადაიღო რეპორტაჟი ასეთ იტალიურ ეზოზე. მე მსგავსი სიამოვნება არასდროს მიმიღია, მათი ყოველდღიური აი ერთი რო ებრაელი დიასახლისი რომ თეთრეულს ფენდა აივანზე, რომელიღაცა აკეთებდა თათარას და როგორ დაპატიჟეს მათ ერთმანეთი ამ მერე თათარაზე გაზახეს რაღაცა სახელი გაზახა. ეს არის ცალკე კულტურა.
აი ამ საერთო ეზოში ამათი თანაცხოვრება თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე როდესაც მაღალმთიან აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში გადავიღე დედა მუსლიმია აი არაბულ წარწერებს რომ კითხულობს და შვილი ბიჭი იყო ქრისტიანი და ეს ბიჭი ყვებოდა რომ როდესაც ჩვენო აღდგომა რომ მოდისო დილით დედა რომ ჩამოდისო მეორე სართულზეო გვეუბნებაო გილოცავთ შვილებო აღდგომასო გვილოცავსო აღდგომასო და წინა დღესო ჩემს მეუღლეს ეხმარებაო იმ ჭურჭლის მომზადებაში რომელსაც ჩვენ მეორე დღეს წითელ კვერცხებს მომხარშავთო და ისეთი ბედნიერიაო რომ ჩვენ ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთო და სამაგიეროდ მისი რელიგიური დღესასწაული რომ მოდისო ჩვენ ვეხმარებით მასო და მე როგორ რა გავაკეთე იცით მეტი ობიექტურობისთვის ჩვენ ახლა ჟურნალისტები ინტერვიუებს წერთ ცალ-ცალკე ხო რესპონდენტებმა მე ორივე გვერდ დავსვი და როდესაც ერთი ქრისტიანობაზე ლაპარაკობდა მე დედის რეაქცია მაინტერესებდა რამდენად გულწრფელი იყო შვილი როცა ამას ყვებოდა ერთი წამითაც იმის სიმართლეში ეჭვი არ შემპარვია ისე ჩაიარა ორივე დედაშვილმა და ჩამთავრა ამ ამბის მოყოლა რომ წარბი არ შეუ ისეთი სიყვარულით უსმენდა დედა შვილს და შვილი გოდერძი მე მაქვს ტრადიცია გადაცემაში ანუ დავნერგე ტრადიციად რომ ჩემს სტუმარს ვეკითხები კითხვას რომელსაც მასთან მაბარებს ხელოვნური ინტელექტი ანუ მე ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხები რომ უბრალოდ ვუყვები რა თემაზე მექნება საუბარი ვიმყავს სტუმარი რა საქმიანობს და ერთი კითხვა გამატანი ასე მოვყევი და თან შენ საქმიანობაზე უთხარი თან არა მარტო როგორ ჟურნალისტის რამე როგორ დოკუმენტური მასალების შემგროვებელი აი იმაზე რაზეც ახლა შენ საუბრობ ასეთი კითხვა გამომატანა შენთან მხოლოდ ერთი დოკუმენტური ფილმის საშუალება რომ მიცეო რომელ არქიტექტურულ ნაგებობაზე გადაიღებს მესხურ დარბაზებზე გადავიღე მესხურ იმხელა ცივილიზაციის ნაწილია აი ხო არის ვარძია ხილული ხო არის მუცო შატილი ომალო და ათასი რაღაც მაგრამ მესხური დარბაზები კიდე სხვა ისტორია უამრავი რამე არის კიდევ შეუსწავლელი ვიზუალურად შეიძლება რა თქმა უნდა არიან მკვლევარები რომლებიც იკვლევენ ხარ მე რაც აქ მოვყევი ყველაფერი არის ის რაც მე რაც შეხება მაქვს თორე სიღრმისეული კვლევა სულ სხვა რამეა მაგრამ ალბათ იკვლევენ და ასეც იქნება საიდან დაიწყო ამ ყველაფრის მე პროფესიით ხელოვნებად მცოდნე ვარ და უბრალოდ აქედან გამომდინარეც მაინტერესებს გარდა იმისა რომ ჩავეძიო მაგალითად როდესაც რაღაც თემას ზე მუშაობას ვიწყებ რომ ჩავეძიო და რაღაცებს სიღრმისეულად ვიპოვო. შეიძლება რაღაც ტერმინოლოგიური შეცდომები იყოს, მაგრამ აქაც ვცდილობ რომ მეტნაკლებად გამართული იყოს. მაგრამ დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხელოვნური ინტელექტია და სადაც სინამდვილე ვერ გაარკვევ, ამიტომ უფრო გვირთულებს, ასე ვთქვათ, ამბების მოძიებას. მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს მინდა ვუპასუხო. რომ დიდი სიამოვნებით დიდ მასალას გადავიღებდი მესხურ დარბაზებზე კი. ეს არის წარმოუდგენელი. ვინც დამყოფი არ ხართ, აი მაგალითად სარო სოფელი საროა ასეთი მესხური დარბაზები, ვისაც არ გინახავთ და განსაკუთრებით აი ეს დარნები, აი მიწისქვეშა სოფელი გასასვლელებით რო გარბოდნენ და დარნებში წინასწარ პროდუქტებს ალაგებდნენ მუდმივად, რომ რა დროს რა დაჭირდებოდათ არ იცოდნენ. ეს არის როგორ იცი, აი ტანში რო გაგივლის შენი ისტორია, შენი კულტურა და როგორი ძლიერები იყვნენ რაი ოჯახებს როგორ იცავდნენ. ანუ სოციალური სულია ამ ყველაფერში, ხო? სანამ ნახეთ ისინი ეს არქიტექტურა ცხოვრობს, სანამ მისადმი ინტერესი არსებობს. ღმერთმა ნუქნას რომ არ იყოს ინტერესი, არ მოვიდეს თაობები, რომლებიც ამას კიდევ კვლევებს გააგრძელებენ, არ მოვა ვინმე დოკუმენტალისტი, რომელიც ისევ ახლებურად გადაიღებს ვარძიას. ნახეთ, ვარძი არის გულისცემა. მაგალითად, როდესაც გადაღებები მქონდა 2 დღის განმავლობაში და ეხა უკვე იქამდე მივიდა საქმე რომ როგორ ვინარჩუნებთ ამ ვარძიას აი მაგალითად როგორ ხვდებით ზარი გაჩნდა თუ არა და მგონია რომ აი ეხა ესეთი კითხვა დავსვი რომელზეც ალბათ პასუხი არ არსებობს და უცებ დირექტორი მეუბნება მუზეუმის ანუ იქ ვარძიის ხო რომ
ყველა კედელში არის სენსორი, რომელიც პირდაპირ ლაბორატორიაში მიდის, რომელიც არის იუნესკოს დაქვემდებარების ქვეშ და მას იტალიელი, გერმანელი, ფრანგი და ასე შემდეგ დამკვირვებლები უყურებენ, სადმე ერთი ნაკაწრი ნაპრალი გაჩნდება, იმ წუთში აქ გაჩნდებიან. ანუ ფეთქავს ვარძია თელს სამყაროში და მის მაჯისემაზე უდებს თელს ევროპას ხელი რომ ვარძიას რამე არ დაემართოს. ხო და შეიძლება ფიზიკურად არ დაემართოს, მაგრამ თუ ჩვენი მეხსიერებიდან დაიკარგა რაც არ უნდა ხო არ არის ჯერ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავიჭიროთ თადარიგი რომ ბევრი უნდა მოვყვეთ, ბევრჯერ მოვყვეთ, მოუწოდოთ ადამიანებს იმოგზაურონ, ჩავიდნენ ნახოთ. მედიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თქმა უნდა, ძალიან შეიძლება მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს. გადაიღოს არაერთი დოკუმენტური ფილმი, სიუჟეტი, ანუ სხვანაირად ვერ მივაწვდეთ ხმას რა, ადამიანებს ვერ ვანახებთ კიდე, ვერ ვიცარიც რა გვაქვს საქართველოს. სხვათა შორის ნახეთ როგორი რაღაცა არის. დღეს მაინც და მაინც არ არის აუცილებელი რომ ტელევიზიამ გააშუქოს რაღაც პრობლემა თუ სიახლე თუ ასე შემდეგ. უამრავი თანამედროვეობა ახალი პროფესია შექმნა, მოქალაქე ჟურნალისტი. ანუ როდესაც ნებისმიერ მოქალაქეს რაღაცა ისე არ არის შეუძლია, მე არ ტოვებ არც ერთ ვიდეოს ისა უნახავს. დღეს მაგალითად ბოლნისის ტაძარზე იყო კიდე სოციალურ ქსელებში და არ გამომიხატავს რეაქციას, სანამ ოფიციალური უწყების დასკვნას არ ვნახავდი და ხო რო გამოქვეყნდა დასკვნა რომ ეს შეთანხმებულია ყველასთან და ყველა ავადვენებ თვალყურს და რაღაც ამბავია და ის არგუმენტი რაც მოიყვანეს რომ გახსოვთ თქვენ საბჭოთა პერიოდში უამრავი რამე დაამახინჯეს და ქართულ ყვალს შლიდნენ და ანადგურებდნენ. საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა კიდე სულ სხვა რამ არის. განსაკუთრებით ხუშოვის პერიოდში. კი ბატონო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცოდნის გადაცემა, კი. თუმცა გოდერძი ერთი კარგი ამბავი არის ის, ჩვენ ახალგაზრდები ვახსენებთ. მე მინდა გითხრა რომ სულ ასე ვამბობ, დღეს ძალიან პოპულარული პლატფორმაა TikTok-ი, ხო? კი. სულ ასე ვამბობ რომ მე არავის არ ვიცნობ. გულწრფელად ვამბობ ამას. ნუ არ ვიცი, რატომღაც ჩემთვის მიუღებელია ის რაც იქ ხდება და ამას ხმამაღლა ვამბობ და არ მალავ. კი ბატონო. თუმცა ხანდახან აი ამასინა ჩემო სტუდენტებმა მაჩვენეს ცოტა ძალიან, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც დაიწყეს საქართველოს კუთხეების გაპიარება. აი ასე დადიან აი როგორც ჩვენ ყვები ახლა და ყვებიან სხვადასხვა. შეიძლება ეს არ იყოს რაღაცა სასწაული არქიტექტურული ნაგებობა, უბრალოდ აი თუნდაც იმ სამეგრელოში პატარა ოდაზე ისეთ ამბავს ყვებიან რომ სასწაული. კი, მე მინდა რომ მათ ყავდეთ ბევრი მაყურებელი. რატომ იცით? ძალიან ხშირად, ხო, ძალიან ხშირად ასეთ კონტენტს ცოტა ყავს მაყურებელი და რაღაცა მაგალითით შემიძლია გითხრათ. მე და თქვენი ძმა ერთი გადაცემა, თქვენ ძმას ერთი გადაცემა მიყვავს. მაგალითად ზოგჯერ არის რაღაცა იუმორისტულ რაღაც პატარა ვიდეოს ჩავწერთ და დავდეთ სოციალურ ქსელში და ერთხელ ასეთი რაღაც გავაკეთე. მე და მან ოთარმა რაღაცა ვიდეო ჩავწერეთ, ისეთი იუმორისტულ ჟანრში და დავდე. დაახლოებით 1 საათში ქონდა 80,000 ნახვა. იმავე ამ ვიდეოს დადებიდან ზუსტად წუთნახევარში ავტვირთე ვაჟა-ფშაველას ახალი ფოტო. კვლევით, ვინ შეიძლება ამ ტყეში იყოს ეს კაცი და კვლევა იყო რომ ეს ფოტოგრაფია აბა ვიღაცის გადასაღებად არ გავიდო და თუ არა ვაჟა-ფშაველა და მთელი ამბები ქონდა. მას 1 საათში ქონდა 5,000 ნახვა და იმას 80,000 ნახვა ქონდა არაფრის მომცემ ვიდეოს. გასაგებია, მაგრამ მაინც სამწუხარო ჩვენი გადაცემა ამოიწურა. გოდერძი მე დარწმუნებული ვარ რომ მე და შენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით და ბევრი საკითხზე ვისაუბრებთ, თუმცა ის, რასაც ჩვენ დღეს ვსაუბრობდით, აი უნიკალურს და კიდე ბევრზე არ გვისაუბრია, ეს ნამდვილად არის ის კულტურა, რომელიც იმედს გვაძლევს და უნდა გაუფრთხილდეთ. მე აქვე მინდა დაგემშვიდობო გოდერძი, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრა. ტრადიციულად, როგორც ყველა ჩვენს გადაცემას მუსიკალური კომპოზიციით დავამთავრებთ, ოღონდ განსხვავებული საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს იმ თემებზე, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ ამ ადამიანს როკ-ენ-როლის არქიტექტორს უწოდებდნენ და მოდი ლითერ რიჩარდით გემშვიდობებით. მომავალ სამშაბათამდე, დროებით.